პაულო კოელიოს რომანი ალქიმიკოსი მოგვითხრობს ახალგაზრდა ანდალუსიელი მწყემსის სანტიაგოს ისტორიას. მას ხშირად ესიზმრება ერთი და იგივე სიზმარი ეგვიპტის პირამიდებთან დამარხულ განძზე. სიზმრის მნიშვნელობის გასაგებად ის მიდის მკითხავთან, შემდეგ კი ხვდება იდუმალ მეფეს, მელქისედეკს, რომელიც არც უნებს, რომ ადამიანი უნდა გაჰყვეს საკუთარ პირად ლეგენდას, ცხოვრების ნამდვილ მიზანს. სანტიაგო ყიდის თავის ცხვარს და იწყებს მოგზაურობას აფრიკისკენ. გზაში მას ბევრი სირთულე ხვდება. ის თაღლითობის მსხვერპლი ხდება და იძულებულია იმუშაოს ბროლის მაღაზიაში. ამ გამოცდილების შედეგად ის სწავლობს შრომის მნიშვნელობას, მოთმინებას და პასუხისმგებლობას. მოგვიანებით სანტიაგო უერთდება ქარავანს და უდაბნოში მოგზაურობს, სადაც ხვდება ინგლისელს, რომელიც ალქიმიას სწავლობს. უდაბნოში სანტიაგო იცნობს ფატიმას, რომელსაც უყვარდება. მიუხედავად ამისა, ის აცნობიერებს, რომ თავისი მიზნის შესრულება აუცილებელია. ბოლოს ის ხვდება ალქიმიკოს, რომელიც ასწავლის, როგორ მოусმინოს სამყაროს ენას და საკუთარ გულს. სანტიაგო გადის მძიმე გამოცდებს, შიშსა და ეტლებს ძლევს და საბოლოოდ აღწევს პირამიდებთან. აქ იგი ხვდება, რომ ნამდვილი განძი იმ ადგილას იყო, საიდანაც დაიწყო მოგზაურობა. დაბრუნების შემდეგ სანტიაგო პოულობს განძს და ხვდება, რომ მოგზაურობა საჭირო იყო საკუთარი თავის შეცნობისთვის. რომანის მთავარი გზავნილია, რომ ოცნების კესვა ადამიანს სულიერად ამდიდრებს და ნამდვილ ბედნიერებას ანიჭებს. ალქიმიკოსი გვასწავლის, რომ ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა საკუთარი თავის პოვნაა. სანტიაგოს გზა გვახსენებს, რომ ოცნებების შემთხვევით არ გვიჭრდება და რომ მათი განხორციელება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა გაბედულად ვენდობით საკუთარ გულს. ეს ნაწარმოებები გვამხნევებს არ შევუშინდეთ სირთულეებს, რადგან სწორედ ისინი გვზრდის და გვაძლიერებს. საბოლოოდ, წიგნი გვარწმუნებს, რომ ნამდვილი სიმდიდრე არა მატერიალურ საქმეებში, არამედ სულიერ განვითარებასა და საკუთარი გზის გაცნობიერებაშია.